ნარკოტრანზიტის კიდევ ერთი ფაქტი 125 ლიტრი მეტამფეტამინი ირანის მოქალაქეს სატვირთო ავტომობილით სომხეთიდან შემოვიდა. დაკავებულს თხევადი ნარკოტიკის საწვავის დამატებით ავზში ჰქონდა მოთავსებული, თუმცა სადახლოს საბაჟო პუნქტს ვერ გასცდა. სამართალდამცველებს ოპერატიული ინფორმაცია წინასწარ ჰქონდათ. ახლა გამოძიება ადგენს, საიდან მოდიოდა ნარკოტიკი, ვისთვის იყო განკუთვნილი და ხომ არ გამოიყენებოდა საქართველოს ტრანზიტად. სითხე, რომელსაც საწვავის ავზიდან ასხამენ მეტამფეტამინის შემცველი ნარკოტიკია. რამდენიმე საათი დასჭირდა პოლიციას, რომ თხევადი ნარკოტიკული საშუალება სამალავიდან ამოიღო. საწვავის ავზიდან ამოღებული და ჭურჭელში გადანაწილებული მეტამფეტამინი 125 litrია. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის საქართველოში შემოტანის ფაქტი პოლიციამ სადახლოს ტერიტორიაზე აღკვეთა. ამოღებულია 125 ლიტრი ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინის შემცველი სითხე. სატვირთო ავტომობილს ირანის მოქალაქე მართავდა. პოლიცია მამაკაცი ადგილზევე დააკავა. გენერალურმა პროკურატურამ მას ბრალი ოფიციალურად წარუდგინა. რაც არ აღიარებს, მხოლოდ და მხოლოდ ბრძოლის ფუნქციას ასრულებდა, დაქირავებული მძღოლია და მისთვის უცნობია, თუ რატვისტი იყო აღნიშნულ ავტომობილში ამ შემთხვევაში ტრაიექტია საუბარი. ირანის მოქალაქის დაკავებამდე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. ნარკოდანაშაულის კვალზეც ამის შემდეგ გავიდნენ. კურიერის ინფორმაციით გამთენიისას სასაზღვრო გამშვებ პუნქტ სადახლოს ტერიტორიაზე ლურჯი ფერის სატვირთო გამოჩნდა. საეჭვო ავტომობილის შემოწმება მებაჟე ოფიცრებმა სამართალდამცველებთან ერთად დაიწყეს. მალევე აღმოაჩინეს, რომ მანქანის დამატებითი ავზი არა საწვავით, არამედ მეტამფეტამინის შემცველი სითხით იყო სავსე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე სადახლოს საბაჟო გამშვები პუნქტის მებაჟე ოფიცრების მიერ მოხდა სატვირთო ავტომობილის შეჩერება. აღნიშნული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად კუსტალურად დამზადებულ დამატებით ავში აღმოჩენილი იქნა 125 ლიტრი ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინის შემცველი სითხე. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. რა მიზნით შემოვიდა 125 ლიტრი ნარკოტიკით დატვირთული სატვირთო? საქართველოში ამას გამოძიება დაადგეს. სადახლოს ტერიტორიაზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებაზე კომენტარი დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში გაკეთდა. დაკავებულია ირანის მოქალაქე. სამართალდამცავებმა ბრალდებულის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერებისას მალულად საწვავის სისტემის დამატებით ავზში მოთავსებული 125 ლიტრი ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინის შემცველი სითხე ნივთკიცების სახით ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-262 მუხლებით მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო 24 საათიან რეჟიმში აგრძელებს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას. სატვირთო ავტომობილის მძღოლს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. საწვავის ავზიდან ამოღებულ 125 ლიტრ მეტამფეტამინის შემცველ სითხეს ექსპერტიზა უტარდება.